ორი თვე დაახლოებით. პირველ რიგში დავიწყოთ ალბათ სოლიდარობით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახაც იმყოფებიან პატიმრობაში და ვიცით, რომ ზია ამაღლობელი უკვე 10 დღეზე მეტია შიმშილობს, უკვე შიმშილობა დაიწყო რამდენიმე სხვა ადამიანმაც, რომლებიც ამ პროტესტების დროს არიან დაკავებულები. და რაღაცნაირად დავინახოთ ბმა, რაც გოტამი საუბრა, აი ამ პროტესტებსა და იმ გამოწვევებს შორის, რომელსაც ჩვენ ახლა ვილაპარაკებთ და ეს არის ვალი, ხო? და სიღარიბე, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს უკვე ძალიან ბევრი წელია და ხედავთ იმ ანტისოციალურ პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს. დღეს არის 22 იანვარი, დღეს ჰქონდა სწორედ კონფერენცია ამ თემაზე, ვალის მასშტაბი საქართველოში და კვლევა წარმოადგენს, სადაც სოციოლოგიურ კვლევას, სადაც საუბარია და გაზომილია ვალის მასშტაბი ამ ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ქვეყანაში ვალი თითქმის ყველასაა. და ამაზე კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრეთ და სხვადასხვა მოხსენებლები, რომლებიც აქ ვართ, ხო, წარმოვადგენ მაინც ვინც არიან აქ, მარინა ხატიაშვილი და ძალიან სიმბოლურია, რომ ხვალ ხდება 1 წელი, რაც მოხდა მარინა ხატიაშვილის ძალადობრივი გამოსახლება და რაღაცა დავინახეთ ქართული ოცნების ბუნება თავიდან ბოლომდე, რომელიც იდგა და დგას შიშველ ძალადობაზე, ხო? ეს იყო დღე, როცა რა ყველაფერი, ყველა საპოლიციო ძალა, ახსოვეს პოლიცია, რა ვიცი, სამაშველო სამსახურები, ყველაფერი იქნა გამოყენებული, რომ ერთი ოჯახი დასჯილიყო და ეს ყოფილიყო მაგალითი ყველასთვის, რომ ყველას, ვისაც გაქვს პრობლემა ჩვენთან, მიიღებს სათანადო პასუხს. ასევე ისაუბრებს გია ჭანტურია საკითხებზე, რომელიც ეხება ვალს და ეკონომიკურ პარამეტრებს და ასპექტებს ამ მიმართულებით და ეროვნული ბანკის როლს და სოფო ერთზეული, რომელიც ილაპარაკებს სასამართლოს როგორც ბოლო გადამწყვეტ ინსტანციაზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ყველა იმ სახელმწიფოს ჩავარდნები და ადამიანი არ დატოვოს სისტემის წინაშე მარტო ეულად და დაუცველად. ეხლა რაც შეეხება ძალიან მოკლედ რო თქვა, ჩვენ როცა გუშინაც უყურეთ, ხო ალბათ ყველა რადიო თავისუფლებაზე იყო მირაკლი რუხაძის ინტერვიუ და მთავარი რა მოგწონს რომ ეკითხებოდნენ, მომწონს ის რომ აი სიღარიბეს და კეთილდღეობაზე დგას ქართული ოცნება და ამ ეკონომიკური წინსვლა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვაკვირდებით, ეს არის წარმოუდგენელი რეგიონში. პირველები ვართ, შეიძლება ევროპაში მეორე და ნუ ბევრი მაგალითი მოყავდა. თუმცა ჩვენ ამოვიდეთ იქიდან და ვილაპარაკოთ იმაზე, რა შედეგები გვაქვს ჩვენ რეალურად ქვეყანაში. ავიღოთ პირდაპირ სახსტატის მონაცემები, სანამ ჩვენ კვლევაზე გადავალთ და სახსტატის მონაცემებით დღეს საქართველოში 690,000-ზე მეტი ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას. სიღარიბე ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 20%-იანი ადამიანები იმდენად ღარიბები არიან, რომ იღებენ საარსებო შემწეობას, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან დამამცირებელი, ეს არის 60 ლარი, არა უმეტე 60 ლარის. და 16 წლამდე არასრულ წლებთან დაკავშირებით ეს არის 200 ლარი, ხო? ამის გარდა ჩვენ ქვეყანაში არის 12% აბსოლუტურ სიღარიბეში. ეს აბსოლუტური სიღარიბე რას ნიშნავს? აბსოლუტური სიღარიბე ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ელემენტარულ საბაზისო საჭიროებებზე ცდომა, როგორც არის სათანადო საკვები, შეიძლება საცხოვრებელი, კომუნალური ხარჯები, მედიკამენტების ხარჯები და მრავალი სხვა. ანუ ეს ელემენტარული საბაზისო ხარჯებიც კი არა აქვს 12% და ამით ამაყობენ. ეს 300,000-ზე მეტი ადამიანი დაახლოებით. და აი რაღაც ძალიან დიდი ნაწილი ბავშვებისა იღებს საარსებო შემწეობას, ვიცი ჩვენ პრობლემა რომელიც შეეხება ბავშვთა შიმშილს და სკოლებთან დაკავშირებით და ამაზეც ვთქვათ საუბარი და აი ამ აქედან გამომდინარე ჩვენ როცა ვლაპარაკობთ და სწორედ ნახეთ ეს ძალადობრივი გამოსახლება წინა წელს გადავწყვეტეთ რომ ერთგვარად შეგვექმნა მულტიდისციპლინარული გუნდი რომელიც შეისწავლიდა აი ამ საკითხებს რამდენად არის ვალი საქართველოს მოსახლეობაში პრობლემური რა მასშტაბი აქვს მას და აი ამ მიდგომებით ეკონომიკურ ნაწილს, სამართლებრივ ნაწილს, სოციოლოგიურ ნაწილს რაღაცნაირად შევავსებთ. და კვლევები ამ მიმართულებით ძალიან სუსტია, ფაქტობრივად სახელმწიფო ამაზე არ მუშაობს, სტატისტიკებს არ აწარმოებს და მოგვიწია ნოლიდან დაწყება და ეგრეთ წოდებული საბაზისო კვლევა შევქმნით, რომელიც მოიცავდა 1200 ოჯახის გამოკითხვას, ანუ ეს არის ოჯახების კვლევა, სადაც გავიგეთ ჩვენ და ნახეთ მასშტაბები, რომელიც არის ოჯახებში. ჩვენ ნახეთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 83%-ს მოსახლეობაში ოჯახებს ჰქონდათ სეცხიანვალი და მიმდინარე სეცხიანვალი აქვს 60%-ზე მეტს. ჩვენ ოჯახებისგან გავიგეთ, რომ 44% საუბრობს ოჯახებისა, რომ მათ არ აქვს ფული საკმარისი საკვებისთვის, ამ მხოლოდ საკვებისთვის ყოფნის. ეს არის დაახლოებით ნახევარი საქართველოს მოსახლეობის გვეუბნება, რომ არ აქვს საკმარისი
ფული საკვებს და მხოლოდ საკვებზე ყოფნის. 54% საუბრობს, რომ აი ამ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 5 წელში მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა ან გაუარესდა. მხოლოდ 2% ლაპარაკობს, რომ მისი მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდა. ამასთანავე უნდა ვთქვათ ისიც, რომ 25% საქართველოს მოსახლეობის მეოთხედს ყოლი ან ყავს ემიგრანტი ოჯახის წევრი და ესეც ვიცი ხო რემიტენტები გამოგზავნილების და დამოკიდებული ეკონომიკა ჩვენ. და აი ამ ყველაფერთან ერთად როცა ჩვენ უყურებთ ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, გავალიანებულ მოსახლეობას, უყურებთ გამოსახლების წინაშე არსებულ ადამიანებს და სახელმწიფო, რომელიც არის ამ შემთხვევაში სრულიად არაადეკვატური, არ პასუხობს ამაზე არანაირ გადაწყვეტის გზებს, პირიქით კოსმეტიკური ცვლილებების შექმნა, რომელიც შეიძლება აუარესებდეს კიდეც მდგომარეობას ქვეყნის მოსახლეობის და როგორ ხდება კანონი საბოლოო ჯამში შეიძლება რომელიც ემსახურება საბოლოოდ უფრო ელიტებს და ვერასდროს ვერ ჩამოდის და ვერასდროს ვერ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს, ასევე ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ეკონომიკურ ზრდაზე როცა ვსაუბრობთ, აი გუშინ რაც ლაპარაკა ირაკლი და ქართული ოცნებამ ისეთ სულ საუბრობს, ეკონომიკური ზრდა, რომელიც ორნიშნული იყო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აქ უნდა ვთქვათ, რომ ეს თანასწორობასთან, დოვლათს გადანაწილებასთან არაფერ კავშირში არ არის და დოვლათის უთანასწორო გადანაწილება ამ ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდილია ყველა პარამეტრი და შეგიძლია შევხვიდეთ საქსტატის მონაცემებითაც ჯინის კოეფიციენტი შეამოწმოთ, რომელიც აი ამას ითვლის და შკალაზე კიდევ უფრო მეტად გაუარესდა 2023 წელს ეს მონაცემები. მეც ბევრი ვარ გავაგრძელო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალბატონი მარინას მოსმენა ამ მიმართულებით, რომელიც პირდაპირ გადააწყდა იმ მოსამართლობას, აი მოსამართლობის მთელ ჯაჭვს, რომელიც შეიკრება. ხო ეს არის სახელმწიფო, რომელიც სათანადო არარეგულირებს, არ იქცევა ისე, რომ აძლევს საშუალებას ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თუ შემდგომ კერძო მევახშეებს, იმისა რომ ადამიანების მდგომარეობა გაუარესონ და დატოვონ უსახკაროდ. ამასთანავე დავაკვირდებით იმას, როგორ იქცევა სხვა ინსტიტუტები, რაშობა ეროვნული ბანკი, რომ ეს ასე არ მოხდეს, როგორი არის შემდგომ სასამართლოს პასუხი, აი ამ მთელ ჯაჭვზე ეს უსამართლობის ჯაჭვი, რომელიც არის შეკრული, შეგვიძლია ძალიან კარგად ისაუბრებს ამაზე და გადავწყვეტი ახლა სიტყვას მას. მოგესალმებით ყველას. მადლობა განებისეს და პირველში მადლობა ახალგაზრდებს, რომ ესე ინტერესდებიან აი ამ ძალიან რთული თემით, რომელიც მე უკვე ბევრი წლებია მომიწია ამასთან შეხება. აი ხე ზუსტად გუშინდელი ხდება 1 წელი აი შარშანდელი ჩვენ დარბევის შემდეგ, რაც მაშინ როცა შარშანი პირველად მოგვითხრეს, რომ ისევ ჩაინიშნა გამოსახლება, იმიტომ რომ მანამდე 5 ჯერ გამოვასახლეს იქ რაღაცა დიდი ის ჰქონდა, მიხარია რომ ფული ხელში გვეჭირა და ვაძლევდით მევახშეს, მაგრამ ესეც კიდე ცალკე თემა აქ არის ჩავთავ, რომ არანაირი მედიაციას არ ცდილობს ხელისუფლება, არანაირი მედიაციას არ ცდილობს სასრულების სამსახური, რომ აგარიდოს ეს პრობლემა ორჯერ მეცუხი, მაგრამ არ უნდა. და შემდეგ უბრალოდ მე მართლა ეს შარშანი ესეთი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რომ აი ეს ან იცოდი, აი ბიჭიდან გადმოვიდა მესამე თუ მეცხრე თუ მერამდე რაღაც დაბითვლი და რო თუ ისე რა ზუსტად ვიცოდი უკვე, რომ ეს რაღაცა იშლებოდა ძალიან კაფიოთ და ძალიან რადიკალურად. და სულ ამბობდი, რომ ხო დააგვარდებენ, არც გამოანგრევენ, სპეციალიზით მოვლენ. ეს მართლაც ესე მოხდა. უბრალოდ მე ვიყავი ამისთვის ძალიან მომზადებული ფსიქოლოგიურად, მარტო იმიტომ, რომ ისეთი რაღაცები ნანა აი წლების მანძილზე გორის გამოსახლება, სადაც ორსულთანს გადაშტაკება. იქ პატარა ბავშვის თვალწინ დედების და ბებია-ბაბუების თხრება, ეს ოჯახების ბება, სულ მქონდა ეს რაღაცა შინაგანი ჟინი, რომ აი ეს მომეწყო ქალაქის ცენტრში უნივერსიტეტს. ოღონდ ეს ჟინი ხა მარტო აპეტებული აზრი ხო არ იყო, ეს მინდოდა, იმიტომ რომ ვიფიქრობდი, რომ რაღაცნაირად ამ ხრივი სწორედ ვიფიქრე, იმიტომ რომ მე გაჩერდა ეს გამოსახლებები, ჩემი გამოსახლება იყო ბოლო გამოსახლება 1300 ოჯახის გამოსახლება შეჩერდა 2003 წელს, ეს იყო 23 იანვარი, მთელი წლის მანძილზე დაგეგმილი იყო კიდე 1300 გამოსახლება და იმის მერე აღარ ყოფილა არც ერთი გამოსახლება და ჩვენ რაც შეგვეყება ჩვენთანაც მედიაციაზე წამოსვლა მოუწიათ, გადავეცით თანხა და ბინა უკან დაგვიბრუნდა. ანუ აბსურდი გამოვიდა ეს ჩვენ დარბაზ, იმიტომ რომ ისეთი სახე მიიღო ამ მოვლენებმა, რომ უბრალოდ უკან გაიხი. და იმის მერე გამოსახლება არ ყოფილა, მაგრამ
ჩემთვის იყო ძალიან გულდასაწყვეტი ის, რომ აი ეს ხალხი, ეს დაზარალებული ადამიანები, რომელსაც მე მეგობრის სახში ვცხოვრობდი რაღაცა პერიოდი, ვურეკავდი, ვთხოვდი, რომ აი არ ჩავაქროთ ეს მუხტი, გავაგრძელოთ რაღაცა პროტესტი, ვთქვათ, კანცელარიასთან, იმიტომ რომ კანონპროექტი გქონდა მომზადებული, შეტანილი, რომ და ვითხოვთ ამდენი ხანი, ველოდებით, რომ კანონპროექტი განიხილონ და მიიღონ და რაღაცა დაალაგდეს ამ მიმართულებით საკანონმდებლო ვითარება. და მაგრამ ჩემთვის აი ეს არის ზუსტად ყველაზე მძიმე, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც არიან რაღაც დაზარალებულები ამ მევახშეებისგან და ბანკებისგან, არიან არა იმის როლში, რომ დაზარალებულები არიან და მართლა ყველანაირად მოაწყობენ. აი რაღაც არიან შეშინებულები და დამნაშავის როლში არიან. ყველას აქ აი ეს დამნაშავის გარდა გამოჩენა არ უნდათ და თავის გამოყოფა არსად, იმიტომ რომ აი ეს გაემნებობა მალავენ არ უნდა ბოლო წუთამდე მიყართ, მე ბოლო წუთს ისე რა თქმა უნდა იმედი აქვს ხოლმე რომ მოუგვარებენ, მე არ გვარდება, მე რჩებენ უცხო. ამიტომ აი პირველ რიგში ხოლმე მინდა რომ ამ ხალხს უთხრა, რომ ურაფის მოეშინიათ და რაღაც ამოვიღოთ ყველა ერთად ხმა და ეს მივაღებინოთ, იმიტომ რომ ეხლა ვხედავთ რა ვითარებაა ქვეყანაში, მაგრამ ადრე თუ გვიან ისევ მიუბრუნდებიან ამ გამოსახლების თემას. ესე არ გადავიდა, რომ მე ვიცი, რომ ეს მევახშეები თვითონ თავის თავს ვიან დაზარალებულება და იქ ძალიან დიდი უსიამოვნებაა, რომ ითხოვენ ამის გაგრძელებას და აღდგენას. ამიტომ პირველ რიგში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ, ყველა მისი შემტელეფონი, ვისაც მოუნდება, ყველა შეუძლია დამიკავშირდეს და არა მარტო მე და ბევრს და ამიტომ ეს აუცილებელი მგონია. ნუ გარდა იმისა, რომ ეს დღემდე გვიწევს ამ ჭარბოალიანობაზე საუბარი და უამრავი ადამიანი ცხოვრობს, იმიტომ რომ ვალი გადაიხადოს. და არანაირი რეგულაცია, არანაირი კანონის შეცვლას ცდილობაც კი მაშინ, როდესაც ყველა ვნახეთ, რომ ქალბატონი მათეო თურნაო ხო რა გვარია საათ ნახევარში ჩამოშალა ფინანსური სისტემა ვიღაცა კრიმინალის გამო უცებს შეცვალეს რაღაცა მთელი რაღაცა შიდა საბანკო კანონი, იმიტომ რომ ვიღაცა კრიმინალი არ დაზარალდება. ესე იგი შესაძლებელია კანონის შეცვლა პოლიტიკური ნების შემთხვევაში და რა ვიცი, მე მიმაჩნია, რომ თუნდაც საბანკო ხელშეკრულების დონეზე მევახშეობას რო თავი დავანებოდა, მხოლოდ ბანკებს დაუბრუნდეთ. აი შიდა ხელშეკრულებების დონეზე არის ყველაფერი შესაძლებელი და ყველაფერი გამოსასწორებელი. მე რომ ბოლოს და ბოლოს კლიენტიც იყოს დაცული და არა მხოლოდ ბანკის ინტერესი. მადლობა დიდი. მე მგონი ძალიან საინტერესო იყო ეს ადამიანური ფაქტორი ამ ყველაფერსა და შემდგომ როგორ უწევს მე ალბათ მაინასთან ადამიანს შეისწავლოს მთელი საბანკო და სამევახშეო სისტემის უსამართლობები ამ ქვეყანაში რაც ხდება. ეხლა გიასთან გადავიდოდი და მე მგონი საინტერესო იქნება აი სწორედ აი ამ კითხვების გავსეთ პასუხი, როგორი კეთილდღეობა გვაქვს ჩვენ საქართველოში მათ შორის და ამასთანავე რა როლი აქვს ეროვნულ ბანკსაც ამაზეც მოკლედ რო ვისაუბროთ. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ საზმაოსთან ხართ. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას, ვინც ვერ ახერხებს ყოველდღე გამოსვლას, მაგრამ თქვათ აი გული შეტკივა დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს იმაზე და ფიზიკურად თუ არა გულით თქვათ აქ არის და აი დღევანდელ თემას რომ მიუბრუნდეთ, დღესაც თქვათ ხო აი ორის გამოიკვეთა, რაზეც დგას რეჟიმი დღევანდელიც, გუშინდელიც, იმის წინანდელიც, რომ ეს არის ერთი თქვათ ფიზიკური ძალა, რომელიც აი სამართალდამცავი ჭალებში ეს სამართალდამცავი საშუალებით ახორციელებს და მეორე არანაკლებ ესეთი თქვათ ბრუტალური ეს არის თქვათ აი ფინანსური კაბალა, რომელიც როგორც ბიკომ თქვა თითქმის ყოველ ჩვენგანს აწევს და ის არანაკლებ მძიმეა და ხანდახან კიდევ უფრო გვაშინებს ვიდრე თქვათ აი ფიზიკური ძალადობა, რასაც თქვათ ყოველი ჩვენგანი ყოველი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. ბიძგი როგორც თქვა ამ კვლევის იყო აი ქალბატონი მარინას შემთხვევა და მარტო არ იყო რა თქმა უნდა ქალბატონი მარინა იმ დროს იმ თვის განმავლობაში სამი ესეთი
გამოსახლება იყო დაგეგმილი და ეს იყო თქვა ბიძგი, რომ პლატფორმა კომენტარს დაეწყო კვლევა, რა არის მიზეზები იმისა, რომ აი ამდენი ადამიანი გამოსახლების საფრთხის წინაშეა და თან ეს გამოსახლება უმრავლეს შემთხვევებში, აი სოციოლოგიური კვლევაც ამას აჩვენებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში არის უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლება, ანუ გამოსახლების შემდეგ საწავლენ ეს გამოსახლებული ადამიანები არავის არ ადარდებს, არავის გულისხმობს სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს. და როგორც ვიკავ თქვა, ამ თემასთან დაკავშირებით რამე კვლევა ფუნდამენტური კი არა, ზედაპირული კვლევაც არ არსებობდა. დღესაც არ არსებობს და ეს ალბათ არის ყველაზე უფრო ცუდი, რომ ამასთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს და აკადემიურ წრეებშიც არავინ არ ცდილობს, რომ თქვა რაღაცნაირად მიზეზები გამოიკვლიოს, რადგან ეს რაღაცნაირად ტაბუ დადებული და რაღაც წმინდა იმასავით გახდა, რომ საბანკო სისტემას არ შეიძლება შეეხო. ანუ ამ კვლევა როცა დავიწყეთ, თავიდან თქვა თითქოს კერძო მევახშეებზე გაკეთდა აქცენტი და ამ კერძო მევახშეების პრობლემას შევეხეთ, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდით და გვაჩვენა თქვა პროცესმა, რომ ეს ნელ-ნელა საბანკო სფეროზე გადადის და საბოლოო ჯამში თქვა ეროვნულ ბანკამდე მიდის და რა თქმა უნდა არა მხოლოდ ეკონომიკისა ეროვნული ბანკია თქვა პრობლემის სათავე, ზოგადად სხვა ეკონომიკური სისტემის სხვა ისინიც რგოლებიც დამნაშავეა ამ ყველაფერში, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ვისაც ხელი ეწაფება და უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს, ეს არის ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის ფუნქციებში მთავარ ფუნქციას სხვადასხვა წერია, რომ ეს არის ფასების სტაბილურობა, მაგრამ მის მოვალეობაში ასევე შედის მომხმარებელთა უფლებების დაცვაც, აქ საფინანსო პროდუქტების მომხმარებლები იგულისხმება და ასევე მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის კრიზისების პრევენცია და მათი მართვა, რაშიც ფინანსური კრიზისი იგულისხმება და ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის სწორედ აი ესეთი ადამიანების არარსებობა, როგორიც არის თქვა ქალბატონი მარინა. რომ დავიწყეთ ამის ეს რა ქვია კვლევა, ძირითადად სამ შრედ ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, ფინანსური, ეს არის კომერციული ბანკები, ვთქვათ, ვიზეც დგას მთელი ეს ფინანსური სისტემა. შემდეგ არის სესხისგამცემი სუბიექტები, რომელზეც ასე ვთქვათ, შეზღუდვები და რომლებიც უფრო თავისუფლები არიან, მოდი ესე ვთქვათ, თავის მოქმედებაში და უფრო მძიმე პირობებით გასცემენ სესხებს და მათთან ადამიანები მიდიან ისეთ შემთხვევაში, როდესაც კომერციული ბანკი არ გასცემს სესხს და თუ უკვე ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ერთი მათგანი თავის თავზე ამ რისკს არ იღებს, რომ სესხი გასცეს, მერე მიდის უკვე ადამიანი კერძო მევახშესთან და ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ გადამისამართება ხდება ეროვნული სერვერიდან, კომერციული ბანკიდან სეგესში ან პირდაპირ თქვათ კერძო მევახშესთან, რომ თავისი პრობლემა მოიცილოს თავიდან. ეს რას გვაძლევს, რომ შემდეგ მაჩვენებლები, ანუ ეროვნული ბანკი თავისი იმიდან პასუხისმგებლობას იხსნის ოფიციალურ სტატისტიკაში უკვე ესეთი ადამიანები, ვინც კერძო მევახშესთან მიდის, აღარ ხვდებიან და სურათი მახინჯდება, ასე ვთქვათ, რომ აი მაგალითად ქალბატონი მარინა პრობლემური სესხების სტატისტიკაში არც გადის, იმიტომ რომ მან თავისი სესხი კერძო მევახშეს საშუალებით, რომელთანაც სხვადასხვა კომერციულმა ბანკმა გაუშვა, საქართველოს ბანკმა ბანკის თანამშრომელმა გაუშვა, ხო? ანუ მან ბანკის ვალი დაფარა, ანუ ბანკის წარმატებულად შეასრულა თავისი, ასე ვთქვათ, მისი მაჩვენებელი გაუმჯობეს და იცებ ის პრობლემები, რაც ვთქვათ, კერძო პირს დაემართა, რაც ქალბატონ მარინას და ის უკვე ოფიციალურ სტატისტიკაში აღარ მონაწილეობს.
აი სოციალური კვლევის საჭიროება სწორედ მაგიტომ წარმოიშვა, რომელზეც თვითონ ვილაპარაკა, რომ ესეთი ხალხი, ვინც თქვათ აი კერძო ურთიერთობებით და კერძო ბებახშეებთან ურთიერთობებით იძულებული არიან თქვათ მათთან დაიჭირონ საქმე, ესეთი ხალხის სურათი საერთოდ არ ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში რა. ეს კი რა თქმა უნდა თქვათ ამ იმას ამახინჯებს და როდესაც იგივე თქვათ აი გუშინდელ დღეს აი ჩვენ წარმატებულ ეკონომიკაზე მიდის საუბარი, ხო? ამ შემთხვევაში თქვათ აი ეს ხალხი, ვინც გამოსახლების პირას არის, თქვა, ხო, ისინი დამალულები არიან აბსოლუტურად ამ სურათიდან. ხო, და ბუნებრივად ცოტა ძნელია ეხლა თქვათ აი ეკონომიკური ასპექტებზე საუბარი, როდესაც არ არის საშუალება რაღაც სტატისტიკური მაჩვენებლები, ოფიციალური რაღაც სხვადასხვა ინდექსები გამოიყენება, იმიტომ რომ დღევანდელი ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ როდესაც ჭარბვალიანობის პრობლემა თვითონ სახელმწიფომ და აღიარეს, ოღონდ ეს თქვათ კერძო საუბრებში და უბრალოდ ისე საუბრებში თქვათ ოფიციალური პირებთან აღიარეს, რომ ესეთი პრობლემა არსებობს, ეროვნულმა ბანკმა ეს ყველაფერი ახსნა შემდეგნაირად, რომ ფინანსური განათლება აქვთ მოსახლეობის ფინანსური განათლება არის დაბალი და უნდა ეს ფინანსური განათლება იმას აქვთ, რა ქვია, გავაუმჯობესოთ და ამით გამოსწორდება პრობლემები. ერთი მხრივ ხო ყველაფერი სწორად არის ნათქვამი, რომ თქვათ აი ფინანსური განათლება თუ გაუმჯობესდება, ამაზე კარგი რა იქნება, მაგრამ რომ ნახოთ ეს ოფიციალურად უწერია თქვათ ეროვნულ ბანკს თავის ანგარიშში, რას გულისხმობს, თქვათ აი რას გულისხმობს ფინანსურ განათლებაში და რას გულისხმობს, რომ დაბალია ფინანსური განათლება მოსახლეობის. ნუ აქ მას ესეთი ის აქვს მოყვანილი, რომ მოსახლეობა არ ზრუნავს განაზოგის გაკეთებაზე და განსაკუთრებით ეს თქვათ განაზოგის გაკეთებაზე არ ზრუნავს სოფლის მოსახლეობა და აი თითქოს შოკის მომგვრელი ის არის, ხო, აი როგორ შეიძლება ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ასე ვთქვათ რესურსების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის, ხო, ესეთი რაღაცა დაწეროს და ეს ოფიციალურად იმასაც თქვას, რომ აი მოსახლეობა განაზოგზე არ ზრუნავს, როდესაც მოსახლეობის დასაქმებული მოსახლეობის, მოდი ესე ვთქვი, დასაქმებული მოსახლეობის, რომელიც არის დასაქმების მხრივ, როცა საქართველო არის მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ბოლოდან და ვისწრებენ მხოლოდ 2 წელი ომში მყოფი უკრაინა, სომალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მეოთხე მგონი სუდანია, აღარ მახსოვს, ესე იგი და მათ შორის მათ შემდეგ მეხუთე ადგილზე დასაქმების მხრივ ჩვენ ვართ. აი ამ დასაქმებულთა დაახლოებით 60%-ზე უფრო მეც 1700 ლარზე ნაკლებია ხელფასი და ეს 1700 ლარი ერთი წლის წინ იყო საცხოვრებელი ხელფასი, ანუ ის ხელფასი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ერთი ადამიანის რა, ოჯახის კიდევ უფრო მეტია. ანუ ისიც მომენტია, რომ ეს ეროვნული ბანკი თავარი შეცდომა, თავარი დანაშაული მისი ის არის, რომ ადამიანების ამ იმას რა ქვია, ასეთ მდგომარეობას არ უყურებს სერიოზულად, არ ცდილობს რეალური პრობლემების გამოკვლევას და რაც კიდე ამ კვლევამ გვაჩვენა ჩვენ არის ის, რომ თავარი მიზანი მისი არის ფინანსური ინსტიტუტების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მოგების გაზრდა. დანარჩენი ვთქვათ, ხო, ეს არის უკვე მეორე ხარისხოვანი და მოსახლეობა მისთვის წარმოადგენს უბრალოდ რესურს იმისთვის, რომ საბანკო დაწესებულებები, სესხის გამცემი დაწესებულებები
და მეტი სარგებელი მიიღო. ანუ აქ ამას ამით დავასრულებ ახლა ერთ რამეს ვიტყვი. აქ ჩვენ ვეჯახებით კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც ეს მარტო ერთი იმის პრობლემა არ არის, ასე ვთქვათ, რა ეროვნული ბანკი ყავს ცუდი და დანარჩენი ყველაფერი კარგად არის. გარდა იმისა, რომ ეკონომიკის სხვა ისინი, ვთქვათ, ვისაც ეხება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ცოდვა არის ძალიან დიდი, ასევე აქ ჩანს ის სავალალო მდგომარეობა, რასაც ჩვენი უმაღლესი დაწესებულებები, სასწავლო დაწესებულებები და აკადემიური სფერო, როგორშიც ჩვენი უმაღლესი დაწესებულებები და აკადემიური სფერო იმყოფება, რადგან ასეთი რაღაცეების კვლევა სწორედ აკადემიური სფეროს პრედიკატია კი რომ ვალდებულებაა, ის მუდმივად ამას უნდა იკვლევდეს, მიზეზებს ნახულობდეს, რეკომენდაციებს იძლეოდეს და მისი ერთ-ერთი მთავარი ის აი ეკონომიკური ის სექტორის უმაღლესი განათლების ეს უნდა იყოს აკადემიური სფეროს, რომ მსგავსი პრობლემები რომ არ იყოს, რა უნდა შესთავაზონ მათ იმას რა ქვია მთავრობას და სამწუხაროდ ამის მაგივრად აი აკადემიური სფერო, ეკონომიკური სექტორი ასე ვთქვათ, ძირითადად არის მომართული იმაზე, რომ გაგვაჯერონ, რომ ეკონომიკური ზრდა არსებობს, უბრალოდ ჩვენ ვერ გძნობთ ამას და სინამდვილეში ეკონომიკური ზრდა თუ არსებობს, ეს არის მხოლოდ ვთქვათ 5%-ისთვის დანარჩენი ნაწილი მოსახლეობის, ანუ ვთქვათ განიცდის უკუსლას და იმის გამართლება ასე ვთქვათ, რომ თუ რამე ცუდი ხდება, რომ ეს არის ობიექტური მიზეზის გამო და არა ვთქვათ რაღაცა არასწორი მოქმედებების გამო. ამაზე მე მგონი დავჩერდები და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დაინტერესებისთვის და მოსვლებისთვის. ხო, მადლობა გია, მე მგონი არ გათმოვეთ ხა აქამდე როგორ სახელმწიფოში ვართ, ხო? ხედავთ რომ ერთის მხრივ სახელმწიფო ინსტიტუციები იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა, ახშობების ეროვნული ბიურო, ეროვნული ბანკი, ანუ არაფერს არ აკეთებს იმის რომ ადამიანი სიხარიბეში არ ჩავარდეს და თუ ჩავარდება რაღაცნაირად აი ამ ჭარბვალიანობიდან ამოიყვანოს. აი ამის დამზღვევი შეიძლება იყოს სასამართლო. ჩვენ სასამართლოზე როცა ვლაპარაკობთ, ძირითადად აი ხა დავინახეთ, ხო კიდევ უფრო კაფიოდ როგორი რეპრესიული ბუნება აქვს მას სამართლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. თუმცა და როცა ლაპარაკობენ სასამართლოზე, თითქოს არასწორად ლაპარაკობთ პროგრესულ სასამართლოზე, რომელსაც ადამიანებს უნდა დაიცვას აი ესეთი უსამართლობებიდან, როცა შევიდა სისტემის, მევახშის, ბანკის და დიდი ინსტიტუციების წინააღმდეგ. სადა აი ამაზე მე მგონი სოფო ძალიან კარგად შეაჩეროს, მათ ითulies ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში და ნახოთ რა შეობა სასამართლო აი ესეთ დროს აი ესეთი ჭარბვალიანობის გამოსახლების ისტორიებში. მოგესალმებით მეც, რა თქმა უნდა დავიწყებდი აუცილებლად სოლიდარობის გამოხატვით პოლიტიკური რეჟიმის პატიმრების მიმართ. ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმეა მზიამაღლობელის საქმე და მდგომარეობა. განსაკუთრებულად სენსიტიურია ჩემთვის იმ ხალის მდგომარეობა, რომელიც შიმშილობს საპატიმროში, რომელსაც ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ბათუმის პოლიციის უფროსმა. სახეში შეაფურთხა, ჩვენ ხედავთ, რომ სახეში შემფურთხებელი პოლიციელისთვის ცილის გაწვნის გამო ადამიანს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაშინ როცა არაერთი ადამიანი სახის ძვლები აქვს არაერთ ადამიანს დალეწილი და ამის გამკეთებელი პოლიციელები იღებენ უმაღლესი თანამდებობის მქონე პირების მხრიდან მადლობებს და სახელმწიფო ჯილდოებს, ხო? ეს ძალიან კარგად აჩვენებს რამდენად რამხელა ღირებულებით კრიზისში ვართ მთლიანად ქვეყანა და ჩვენი საზოგადოების სიმხიზლე კიდევ უფრო არის გასაძლიერებელი და ამაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს კიდევ უფრო მკაცრი. მეორეს მხრივ შევუერთდებოდი იმას, რაზეც გია მილაპარაკა, ჩვენ დღეს ახლა ძალიან კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური თავისუფლებისთვის, ჩვენი პოლიტიკური ხმის დაბრუნებისთვის ბრძოლა, რომელსაც ვხედავთ ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, პირდაპირ გადის
ეკონომიკური სამართლიანობისთვის ბრძოლის ხაზზე, სოციალური სამართლიანობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლის ხაზზე. დღეს, როდესაც ჩვენ ყველა ველოდებით, რომ საზოგადოების პასუხი იყოს კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ხისტი, კიდევ უფრო რადიკალური, მიმართო ჯგუფებმა გაფიცვის მეთოდს და გზას, რომელიც წინააღმდეგობის ძალიან ძლიერი გზაა, ხომ? ამ ყველაფერს ხედავთ წინ რა უდგება და როგორც წესი ამას წინ უდგება საბანკო სესხები, გადაუზღვეველი უმუშევრობა, რომელსაც არაფრით არ ազգობს სახელმწიფო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროცესი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფმა დაიწყო კომერციულ ბანკებთან მიმართებით და რაღაც გაუგებრობებიც იყო და ბევრი კითხვაც გაჩნდა რა შუაში ამ პროცესში კომერციული ბანკები რატომ არიან ადრესატები. ჩემთვის ძალიან ცხადია დღეს რა აფერხებს უფრო მკაცრ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას და პროტესტს და ეს არის საბანკო სესხი. და ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და ადრესატი ამ პროცესში იყვნენ კომერციული ბანკები და მოთხოვნა არის ძალიან ცხადი, რომ მათ გააჩერონ სესხების გაყინონ სესხების პროცენტი, რაც ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი პროტესტის და წნეხის გაზრდას. ეხლა რაც შეეხება სასამართლოს, პირველი დათქმა, რომელიც ამ თემაზე მსჯელობის დროს უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ყოველთვის და არა მარტო ახლა ჩვენი ქვეყნის სამართლის სისტემა ერთ-ერთში მიყვებოდა მთლიანად ეკონომიკური განვითარების მოდელს და მის ლოგიკას. არასოდეს განცალკევებულად ეს ორი არ ყოფილა, როგორიც იყო ეკონომიკური განვითარების მოდელი ქვეყანაში, ისეთი იყო ყოველთვის სამართლის სისტემაც და არა პირიქით. ეს იმისთვის რომ გვესმოდეს, რომ სინამდვილეში სამართალიც და სასამართლოც არის უფრო მეტად იარაღი და ინსტრუმენტი ეკონომიკური განვითარების მოდელისთვის და არა პირიქით, რაც ძალიან სამწუხაროა, ხო? დიდი მოლოდინები რომ არის. მაგალითად, და ეს ლოგიკა რა იყო, ხო? წინა რეჟიმის დროს ლოგიკა იყო მთლიანად დაწყობილი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაზე, მთლიანად ლოგიკა ამ ურთიერთობების, სასესხო ურთიერთობების ლოგიკა ეფუძნებოდა ნების თავისუფლების პრინციპს, რომ აი მხარეები თუ შეთანხმდნენ, რაზეც უნდა იმაზე შეთანხმდნენ, მე არ ჩავერევ, სახელმწიფოს რეგულირება ამაში არ იქნება. ამას უნდა წაეხალისებინა ეკონომიკის გააქტიურება უნდა გამოეწვია, უფრო მეტი ბრუნვა უნდა გამოეწვია ფულის და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ გაუქმდა ძალიან ბევრი ნორმა კანონმდებლობაში, რომელიც ազღავდა ესეთ გამხვლებ გარიგებებს, რასაც ჩვენ გამხვლებს ვეძახით, როდესაც სესხის გამცემი ძალიან კარგად აცნობიერებს მეორე მხარე, რატომ იღებს ასეთი კაბალური პირობებით სესხს, იმიტომ რომ მას სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გააჩნია და ჩვენ მქონდა ნორმა, რომელიც კანონში, რომელიც ასეთ გამხვლებ გარიგებას არ უშვებდა. შემოვიდა საპოლიციო გამოსახლებების სასამართლოს როლი მთლიანად გამოიშიგნა და საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე. დღეს როცა ამაზე ვლაპარაკობ, თავარი კითხვა, რომელიც ოპონენტების მხრიდან ისმის ხოლმე არის ასეთი, რომ თუ სესხი აიღო და თუ ვალი აიღო, არ უნდა გადაიხადოს, არ უნდა დააბრუნოს და ეს კვლევა, რომელზეც მიკოლაპარაკობდა, ზუსტად მაგას აჩვენებს, რომ უდიდესი ნაწილი სესხის და მიზეზი ამ სესხის უკან არის საყოფა ცხოვრება. არავის სესხს ძალიან მცირე ნაწილის გარდა არ იღებს იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს ან გაზარდოს თავისი ბიზნეს აქტივობა, ან გააფართოვოს თავისი ბიზნეს საქმიანობა. ადამიანები სესხებს იღებენ ჯანმრთელობის და მედიკამენტების გამო და ელემენტარული საყოფა ცხოვრება პირობების გამო. ამიტომ როცა ამ კითხვას ვისვამენ, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ის, რომ აქ თავისუფალი ნების და ნების ავტონომიის პრინციპი უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც განწირულია სიღარიბისთვის და თაობებს გადაეცემა ეს სიღარიბისთვის განწირულობა და ოჯახები ან ვერ გამოძიან აქედან, ხო? მათ არანაირი თავისუფალი ნება და ავტონომია არ გააჩნიათ, შვილს რო ოპერაცია უნდა გაუკეთო და ფული რო არ გაქვს, ნებისმიერ კაბალურ პირობას დათანხმდები და ნებისმიერი მევახშისგან აიღებს ესეც, რა თქმა უნდა. ხო? ამიტომ სახელმწიფო თავის პასუხისმგებლობას პირველივე ეტაპზე გაურბის. პირველივე ეტაპზე, რომ ადამიანს არ მოუწიოს კაბალურ უთანასწორო პირობებში შევიდეს სასესხო ურთიერთობაში. ბანკი იქნება კერძო საკრედიტო დაწესებულება თუ თუნდაც ინდივიდუალური მევახში. ამის შემდეგ მოდის მეორე ნაწილი. კი ბატონო, დამჭირდა ამბალის აღება, საშინელი პირობებით ავიღე ვალი, შემდეგ რა ხდება? მთელი საკანონმდებლო სისტემა მოწყობილია იმაზე, რომ კრედიტორის ინტერესი არ დაზიანდეს. და ეს წლებია გრძელდება. ქართული ოცნების ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც იყო საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან ერთად, იყო ის, რომ კერძო პირებს შორის იპოთეკური სესხის გაცემა აკრძალა და ჭარბვალიანობის მიმართულებით თქვა, რომ ამ ნაბიჯს გადავდა, რაც შეამცირებს მოსახლეობაში ვალს. მოსახლეობაში ვალი რო უდიდესი პრობლემაა და ჭარბვალიანობა რო უდიდესი პრობლემაა,
ყველასთვის გასაგები იყო ამ თემაზე სასამართლოებიც იმსჯელა და თქვა რომ ადამიანების დაცვა და ოჯახების დაცვა გამოსახლებისგან და უსაფრთხო დარჩენისგან არის მნიშვნელოვანი საჯარო სიკეთე და ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო, მაგრამ რეალურად რა მივიღეთ? პოლიცია ტექნიკურად ჩაანაცვლა სასამართლო. ეხლა ერთი წლის წინ ქალთან მარინას სახლში რაც ვნახეთ, იმას საპოლიციო გამოსახლება ექმევა თუ სასამართლოს გზით გამოსახლება თუ სპეცრაზმით გამოსახლება ერთი და იგივე ამაზე მძიმე რა გამოსახლება უნდა ყოფილიყო, თუნდაც ქართულ ოცნებას რეფორმები რო არ გაეტარებინა, ხო? საბოლოო ჯამში ლოგიკა, რომელიც ამბობს, რომ მოვალე ყოველთვის დამნაშავეა და კრედიტორი ყოველთვის მართალია და თუ ქალბატონმა მარინამ სესხი აიღო, რაც უნდა ის უქმნია, ისე დააბრუნოს ვალი უკან და არც ერთ ეტაპზე სახელმწიფოს არც ერთი უწყება არ ინტერესდება, რატომ გაუპრობლემდა ვალი? კარგი, იმას ვერ მიხედე, რომ ადამიანს არ დაჭირდეს კაბალური პირობებით სესხის აღება და არ ქონდეს ყოველდღიური საჭიროებებისთვის ვალს არ მოიხმარდეს და დანაზოგი არა ოჯახებს არანაირი, ხო? იმას ვერ შვები, რომ არ გამოარკვიო, რატომ გაუპრობლემდა პატიოსთან გადამხდელს, რომელიც თვეების განმავლობაში პატიოსთან სესხს იხდიდა, მცირე გადაცილების გამო მისი სახლი რატომ გადის აუქციონზე, რატომ იყიდება და რატომ დგება ოჯახი გამოსახლების წინაშე. სასამართლო არის ზუსტად აი ამ უსამართლობებში ერთ-ერთი ბოლო რგოლი, რომელთანაც მიდის ოჯახი და მოსამართლეს არაფერი დღეს არ ავალდებულებს არც ერთი კანონი. მაგალითად, ქალბატონ მარინას შემთხვევაში მოსამართლეს არ აქვს ვალდებულება კითხოს ადამიანს რა გაგიჭირდა, რატო ვერ გადაიხადე ვალი. იქნებოდა რაღაც სასწავლო მიზეზვეობლები და უხსნის გონებას მოსამართლეს ეს ჩემი მიზეზი და ამბობს, რომ არ არის ეს ოჯახი გამოსასახლებელი. დღეს არც ერთი კანონი ამას მოსამართლეს არ ავალდებულებს. მოსამართლე უყურებს დოკუმენტებს, ამბობს, რომ საჯარო რეესტრში მევახშია მესაკუთრედ დაფიქსირებული, ანუ ქალბატონ მარინას აღარა აქვს იმ სახლში ცხოვრების უფლება, შესაბამისად უნდა დაცალოს ბინა და გამოვიდეს ბინიდან და ასეთი არის ათასობით ოჯახი, ხო? და მეორე მთავარი საკითხი. ამის გარდა არც ერთი მოსამართლე არ სწამს კითხვას, კარგი, ვიღებ გამოსახლების გადაწყვეტილებას, სად მიდის ოჯახი? ამ კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ვისაც იპოთეკით აქვს ბინა დატვირთული, ეს არის მისი უკანასკნელი საცხოვრებელი. ანუ მას სხვაგან არსად დასასვლელი არ გააჩნია. და მოსამართლე ამ საკითხზე მსჯელობს ისე, რომ პროცესი არ ეძახის სახელმწიფოს წარმომადგენლებს და არ ეკითხება, რომ მე ხა ამ ოჯახის გამოსახლების გადაწყვეტილებას რო ვიღებ, შენ სადმე შეგიძლია რომ ეს ოჯახი წაიყვანო, ქირის ფული შეგიძლია გადაუხადო, ან ალტერნატიული საცხოვრებელი შეგიძლია შესთავაზო? ეს ყველაფერი არის უკიდურესად ფორმალურ პროცედურამდე დაყვანილი, რომელსაც დაერქვა საპოლიციოს ნაცვლად სასამართლო გზით გამოსახვისო, ხო? საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? და ყველაზე ალბათ ყველაზე ნიშანდობლივი ამ ამბავში რა არის? აი, ქართული ოცნების ამ რეფორმამ ვერ უშველა საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა შველა. ჩვენ ხო ვიცით, რომ არიან ადამიანების კატეგორია არის, რომლებიც ბანკიდან ფულს ვერ იღებს. იმიტომ რომ ბანკი არ თვლის ამ სესხს გარანტირებულად და უსაფრთხო სესხად და არ აძლევს ამ ადამიანებს სესხს. ასეთი სესხი მათ შეიძლება აიღოს სხვა სესხის გამცემი დაწესებულებებიდან, მაგრამ ისინიც აღარ აძლევენ ამ რეგულირების პირობებში სესხს და მიდიან მევახშეებთან. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ საერთოდ ხელი დაიბანა ამ ტიპის სესხებისგან, საერთოდ განდევნა სამართლებრივი სისტემიდან და აღმოჩნდა ისე, რომ საკანონმდებლო რეფორმები მიემართა იმ ჯგუფს, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ჭირდებოდა, ყველაზე უფრო უზრუნველყოფილი იყო. ყველა საშუალო კლას, საშუალოზე მაღალ კლას. და ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა და ვინც ყველაზე დიდი რისკის წინაშე იყო გამოსახლების კუთხით, ისინი საერთოდ სამართლებრივი სისტემიდან არიან განდევნილები. ხო, ეს არის ზოგადად ჩვენი კანონმდებლობის და სამართლის სისტემის ლოგიკა, რომელიც ხო, აი ამ ეკონომიკური განვითარების მოდელის ლოგიკას მიყვება და საბოლოო ჯამში მივიღეთ რა, მივიღეთ ის, რომ დღეს ადამიანები უფრო მცირე ფულის სანაცვლოდ და უფრო თაღლითური სქემებით და უფრო მარტივად კარგავენ ბინას და სახლს. და ამას განაპირობებს ზუსტად ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული გაყიდვა, უკან დაბრუნება, გამოსყიდვის ხელშეკრულებები, ხო? იმიტომ რომ მე სესხს ვეღარ ვიღებ, მე ჩემ ბინას პირდაპირ ვუფორმებ მევახშეს ფულის სანაცვლოდ, იმ პირობით რომ რამდენიმე თვის შემდეგ მე ამ ფულს დავაბრუნებ და ბინას უკან გამოვისყიდი, მაგრამ იმდენად კაბალურია ეს პირობები, რომ როგორც წესი ვერავინ ვერ ახერხებს სრულად თანხა უკან დაიბრუნოს და ბინაზე კონტროლი აღიდგინოს. მაგრამ ამ პირობების შემოწმებაში მოსამართლე არ შედის. იმიტომ რომ დღეს სამართლის სისტემა ამ ლოგიკაზეა აწყობილი. თავისუფალი ნების პრინციპია, რამდენ დოლარადაც იმდენად გაყიდა შენი სახლი. თუ გინდა ქალაქის ცენტრში, რა ვიცი, 100 კვადრატული ფართი 10,000-ად ვიყიდე მევახშეს.
არავინ ამას თვალხმად სულგარიგებად და გამწყლებგარიგებად არ ჩართვლის და არავინ არ გააუქმებს, ხო? ზუსტად ამ ნების ავტონომიის და ხელშეკრულების ავტონომიის პრინციპის გამო, რომელიც ყოველთვის ასე არ იყო. 2006 წლამდე ჩვენ კანონმდებლობაში იყო ნორმები, რომელიც ზუსტად ამას აზღვევდა და სახელმწიფო ფიქრობდა, რომ მე პასუხისმგებელი ვარ. გასაგებია, რომ ნების თავისუფლება არსებობს და ადამიანები რაღაცაზე შეთანხმდებიან, მაგრამ არ შეიძლება სახელმწიფომ დაუშვას სამართლებრივ სისტემაში ასეთი კაბალური ურთიერთობა, რომელიც კატასტროფულ მოგებას აძლევს საკრედიტო დაწესებულებებს და მევახშეებს და უსახკაროდ ტოვებს ოჯახებს, მაგრამ ეს ლოგიკა ბოლო 10 წლეულებია მიდის იქეთკე, რომ შენ თუ გინდა ცეცხლი წაუკიდე შენ საფს რა, ნების თავისუფლებაა და რაც გინდა ის გაი, თუ გინდა $100 გაყიდე რუსთაველზე 100 კვადრატული და ამას არავინ არ ჩაეძიება და ვერც მოსამართლე ვერ ჩაეძიება. ეს მოსამართლეების არგუმენტი რა არის, რა ნაწილობრივ მართალია, რომ ისეთი ხელფეხშეკრულები არიან. კანონი ისეთია, რომ ჯერ ესეთი შეჯიბრებითი პროცესია, მიდი და ამტკიცე შენზეა, მხარეებმა უნდა იდაონ, მოსამართლეს არაფრის უფლება არ აქვს. ხო, ვერ დაეხმარება ვერც მხარეს, თუნდაც ეს მხარე ადვოკატის გარეშე იყოს პროცესზე. ისეთი სამართლებრივი ნიუანსებია, ადვოკატის გარეშე კი რა, ძალიან გამოცდილი ადვოკატის გარეშე აღნიშნავს ასეთ პროცესებზე გასვლა და მით უმეტეს ჩვენ ნახეთ საქმეები, როცა ამკვლევას ვარით, რომ ადამიანები მარტო მიდიან პროცესზე, საერთოდ არ ესმის ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულება რა, ხო საერთოდ ვერ ერკვევიან ამ სამართლებრივ დეტალებში და ამ პირობებშიც კი მოსამართლეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ზის ჩუმად და უყურებს ეს ორი მხარე, რომელიც სასწაულ ასიმეტრიაშია ძალაუფლებრივად ერთმანეთთან, ხო? ერთ მხარეს შეიძლება იდგეს რაღაცა ძალიან დიდარი რა მევახშეა საკრედიტო დაწესებულება და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც შვილის ოპერაციის გამო ეს კაბალური ხელშეკრულება დადო და ასეთი ძალაუფლებრივი და ფინანსური ასიმეტრიის პირობებში არის შეჯიბრებითი პროცესი კანონით. მიდი და იდავე და რომელიც გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს და ეგ არის მოსამართლის როლი დღევანდელი კანონმდებლობის, ხო? ამდენად მახინჯური სისტემაა. და ისიც არა, სახელმწიფო იმ პასუხისმგებლობასაც არ იღებს, რომ როცა საკითხი უკანასკნელ საცხოვრებელს ეხება, სავალდებულო იყოს ადვოკატის დანიშვნა ადამიანისთვის, რომ არავინ პროცესზე არ გავიდეს ადვოკატის გარეშე, ხო? ეს ელემენტარული სტანდარტიც კი არ არის. ხო, საერთო ჯამში რო შევაჯამოთ. სასამართლო დღეს არის ფორმალური ამ ნაწილში, ის ვერ ცდება იმ ლოგიკას, რა ლოგიკასაც მას კარნახობს ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემა, ეს ლოგიკა ყოველთვის იხრება სესხის გამცემის, ანუ კრედიტორის სასარგებლოდ, მომავალი ყოველთვის შეტოვებულია აი ამ რაღაცა შემარცხვენელ პოზიციას, რომ თუ ფული დაგჭირდა და აიღე, თავში ხო გიხდია, როგორც გინდა ისე გადაიხადე და თუ რაღაცა სასწაული დოკუმენტი არ გიჭირავს ხელში და მართლა ძალიან გამოცდილი ადვოკატი არ ყავს, პრაქტიკულად შეუძლებელია ოჯახი გადარჩეს გამოსახლებას და ესეც იმ პირობებში, როცა მოსამართლე ისე დაამთავრებს პროცესს, რომ არ დასვამს კითხვას, სად მიდიხართ გამოსახლების შემდეგ, გაქვთ თუ არა საერთოდ სადმე წასასვლელი. იმიტომ რომ სასამართლო ვერ ხედავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის. მოსამართლეები დღეს ვერ ხედავენ, რომ სათანადო სახლი, ჭერი, საცხოვრებელი არის ელემენტარული საბაზისო უფლება, რომლის გარეშეც არც ერთ სხვა უფლება არ არსებობს. თუ შენ ჭერი არ აგაქვს და თუ საცხოვრებელი არ აგაქვს, ვერც ერთი სხვა უფლებით ვერ ისარგებლებ. მაგრამ ეგ არის ყველაზე ხა განათლების სისტემაზე რო არ გადავიდეთ, ყველაზე დიდი პრობლემა ზუსტად ეგ არის, რომ იურისტების დიდ ნაწილში, მოსამართლეებში გრძნობელობის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეკონომისტებში მათ შორის, ხო? და ფუნდამენტი ამ დისკუსიის და ამ მსჯელობის ეგ უნდა იყოს, რომ საცხოვრებელი არის საბაზისო უფლება, რომელსაც ჩვენი კონსტიტუციითაც და იმ ვალდებულებებითაც, რომელიც აღებული გვაქვს საერთაშორისოდ, ყველა აღიარებს. ჩვენმა მოსამართლეებმა თვითშეზღუდვის ნაცვლად მიუხედავად ცუდი კანონებისა, მათ მაინც შეუძლიათ სწორედ ამ სტანდარტებზე მითითებით უფრო მეტი გააკეთონ იმისთვის, რომ აი ათასობით ოჯახი, რომელიც მომლოდინია გამოსახლების, იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდა, როგორც ძალიან მძიმე საქმეები, რომელიც ხალხმა მარჯვნივ გაიხსენა გორში და სხვა ქვეყნებში. მადლობა, მეგობრებო, შეგვიძლია დავასრულოთ. ერთად ეს ჩვენი სოციალური კვლევა არის კომენტარებში შეგვიძლია ნახოთ 87 გვერდია. ასევე გვექნება ძალიან მალე ეროვნული ბანკის სრული ფუნქციები ამის დოკუმენტი და ასევე რა როლი აქვს სასამართლოს ვალსა და გამოსახლებაში. კიდევ ერთხელ ჩვენ სოლიდარობას უცხადით აკავებულებს, სოლიდარობა მზია ამაყობებს. მადლობა, კარგი წელი.
მოგესალმებით მეგობრებო. ერთი